Prokuratura მიშრომგულას ხდომის დახურვის თაობაზე ჩვენ დავაფიქსირეთ ხარი პოზიცია მათი არგუმენტებიდან გამომდინარე არ უნდა მომხდარიყო გარკვეული მოწმეთა ბაზის გამომჟღავნება რომელიც მათი თვალსაზრისით არიან ალბათ ეგრეთ წოდებული ოქროს მოწმეები და ბრალდების ძირითადი მამხილებელი მტკიცებულებებს წარმოადგენენ თუმცა ამაზე მე სამხსახად დავაფიქსირეთ ჯერ ის პოზიცია რომ ზოგადად ახლობის ღონისძიებას დროს განხილვის საკითხის დროს შინაარსობრივად არავინ არ შედის განხილვაში თუ რომელი მოწმე მაგალითად რას მიუთითებს და ასე შემდეგ. ხოლო ჩამონათვალი მე მგონი თქვენ ჩვენზე კარგად იცით პრესამ რომ მანამდე ჟღერდება და არაერთხელ დაანონსა მაღალი ინტერესის გამო თავად პროკურატურამ დაანონსა იმ პირთა წრე რომლებიც ამ საქმეში რომლებიც სახელდებიან და რომლებიც ფიგურირებენ. ხო და ასევე დაანონსა პროკურატურამ ყველა ის საეჭო კანონსაწინააღმდეგო მოქმედება, რაც შემდგომ ბრალდების დადგენილებაში იქნა ასახული. ამიტომ მე ვთვლი რომ საზოგადოებისათვის და თუნდაც იმ მოწმეთა ბაზისათვის ეს ისედაც ცნობილი იყო, რომელი მოწმეები გადიან ამ საკითხში, რომელი მოწმეებზე მოხდება გამოძიების აპელირება და რომელი მოწმეების ვითომ და დაფარვის, დამალვის და არ გამჟღავნების მიზნით იქნა მოთხოვნილი სხდომის დახურვა. რა თქმა უნდა, მე ეს არგუმენტები გავაჟღავნე, მაგრამ საჯაროების კაცი დარღვეული არ იქნება გრიგოლი არ ესწრებოდა სასამართლოს სხდომას. ემდობა სასამართლოს. შეგიძლიათ დღეს თქვათ მისი პოზიცია როგორია? ემდობა დღევანდელ საქალაქო სასამართლოს. რომ იქნება სამართლიანი მის საქმეზე. თუ შეიძლება დამასრულებლად კითხვა გასაგებია. აქ საუბარია იმაზე, რომ ბატონმა გრიგოლმა პატივისცემა გამოხატა სასამართლოსადმი და ახსნა მისი დღეს არ გამოცხადება არა სასამართლოსადმი უპატივისცემლობით, არამედ მას აქვს თავისი სტრატეგია. მას არ უნდა იმ როლში ყოფნა, რომ მხოლოდ მოისმინოს ბრალდების ცალსახად პოზიცია და არ იყოს სრულად ინფორმირებული სისხლის სამართლის საქმის მასალებზე. შესაბამისად, გამოთქვა სურვილი, რომ ბუნებრივია 24 საათი ქონდა ხომ სასამართლოს ვადა რომ ჩაენიშნა აღკვეთის ღონისძიება და ჩვენ რეალურად 24 საათზე კი არა რამდენიმე საათი ქონდა იმისათვის რომ 30 ტომს გავცნობილიყავით რაც დროში პრაქტიკულად შეუსაბამოა და მით უმეტეს პატიმრობაში ყოფი პირისათვის თუნდაც ის მნიშვნელოვანი საკითხები დავასრულებ რა. ნახეთ მასალების ნაწილი და რამე ისეთი არის რომ საიდუმლო უნდა იყოს. დავასრულებ. აქედან გამომდინარე, ხო, სტრატეგია ნათელია დააფიქსირა ადამიანმა რომ სასამართლოში წარდგენა როცა შემდგომი წარდგენა მოუწევს და მოუწევს ბუნებრივია ეს იქნებოდა აღკვეთის ღონისძიებით პატიმრობით თუ აღკვეთის ღონისძიების გარეშე ხომ მაინც მოუწევდა სასამართლოს წარდგენა და ბუნებრივია ის იქნება მომზადებული ნებისმიერ იმ განცხადებაზე რა განცხადებასაც გააკეთებს და ელემენტარულად ეცოდინებოდა სრულად საქმის მასალები. საჩივარი შევიდა პროკურატურაში ვინმე იცით რა არის მოდი ახლა მე არ მინდა ხაზი გავავსვა ის რაც იყო ბრიფინგები სხვადასხვა ბრიფინგები მოწყობილი ხელმძღვანელით იმით რომ მე არ მინდა ისეთ საკითხებზე გავამახვილო ყურადღება რომელიც შეიძლება საჩივარი შევიდა თუ რა მოხდა ეხლა თქვენ ხო დაუყურეთ მე ხო სისხლის სამართლის საქმის გაუმჟღავნელობაზე მაქვს ხო ხელწერილი დაწერილი და მოდი ერთი წამი მე არ გეუბნებით რომ საიდუმლოა აქ არის სისხლის სამართლის საქმის მასალების არ გამჟღავნებაზე ჩემი ხელწერილი შინაარსის გამჟღავნებას ხო არ გთხოვთ უბრალოდ გთხოვთ რის ტექნიკური ნაწილია რის საფუძველზე დაიწყო გამოძიება საჩივარი ვისი მოთხოვნის ვინმე ჩვენება მის ანუ აი რის საფუძველზე დაიწყო ყველაფერი ახლა თქვენი შემდგომი კითხვაში გვიწევს გარკვეული დოზით ინფორმაციის გამჟღავნება და მოდი ხელმძღვანელით იმით რაზედაც ისედაც აქამდედაც და დღემდედაც პროკურატურამ ისედაც რა დასამალი ქართული ოცნების საგამოძიებო უწყებას როგორ აპირებთ ამ საქმეზე დაადასტუროთ გრიგოლ ლილვაშვილის უდანაშაულობა თუ პროცესები იქნება დახურული საზოგადოების მაღალი ინტერესი არსებობს დაირღვევა თუ არა საჯაროების პრინციპი მათ შორის თქვენთვის მნიშვნელოვანი არის სწორედ აპირებთ თუ არა ლილვაშვილის ჩერება საჯარო ჯერ დავიწყოთ იმით რომ ახოთის ღონისძიების საკითხს რა თქმა უნდა გავასაჩივრებთ მე მოდი მივიდეთ იქამდე
ერთ წუთი. ეს არის მნიშვნელოვანი საზოგადოება. ერთ წამით. ეს უკვე ჩატარებული პროცესია, დღევანდელი დღე, ხო? ეხლა საუბარია, რომ არსებითი განხილვა როცა დაიწყება, მაშინ რა მოხდება და მივიდეთ იქამდე ჩვენ ხო არ ვიცით წინასწარ პოზიცია, რომ იქაც ეხლა თუ დახურეს, რა თქმა უნდა, არსებით განხილვა ეს мотиваცია დახურვის იყო კონკრეტული მოწმეების არ გამჟღავნების კუთხით, რომ მათზე რაიმე სახის ზემოქმედება და მაღალჩინოსნები არიან ქართული ოცნების ამას, რომ ზემოქმედება არ განხორციელებულიყო და არ არის ეხლა ქართული ოცნების მაღალჩინოსნებს ალბათ არ ეუხერხულებათ თუ ჩვენება მისცეს თუ შეიძლება რამდენჯერმე დაგისწროს, გრიგოლი ლილიაშვილი როდის მისცემს ჩვენებას და მისი ჩვენება იქნება თუ არა მაინც საჯარო? ფიქრობ, რომ ის ჩვენება საჯარო იქნება, მას დასამალი არაფერი არ აქვს. უბრალოდ მისცემს ჩვენებას. ხომ აგიხსენით, საქმის მასალების გაეცნობა და გამოძიებაში ის მზაობას დააფიქსირებს. თანამშრომლობას აპირებს გამოძიებასთან. თქვენ თანამშრომლობაში რას გულისხმობთ, არ ვიცით? ჩვენების მიცემა ჩვენების მიცემა. არა, უყურთ აღიარება, სხვა არის თანამშრომლობა და დადის მაკუთხით, რომ დავზუსტეთ, თანამშრომლობაში ითვლება ის, როდესაც საქმეზე ობიექტურ ჩვენებას მიცემ. ეს არ არის აუცილებელი იყოს აღიარება და თუ ამიტომ მინდა რომ გამიჯნულიყო რა. თუ ამას გულისხმობთ თანამშრომლობაში, რა თქმა უნდა, ისი თანამშრომლებს რომ ჩვენება მისცეს ყველა იმ საქმეს 50000 ლარი შევთავაზეთ სხვა ალტერნატივის სახით მე მქონდა აკვეთის გარეშე რომ დატოვებულიყო, მაგრამ ალტერნატივის სახით იმ მოცემულობიდან გამომდინარე, სადაც ვიყავი თუკი სასამართლო ჩათვლიდა რომ რაიმე ფორმით შეიძლება და საფრთხე შექმნო და აკვეთის ღონისძიების მიზნებს საფუძვლებს და გრიგოლ ლილიაშვილის გამოუცხადებლობა სასამართლოში და ასე შემდეგ ამ მოტივით ჩვენ ალტერნატივის სახით მოვითხოვეთ და ივანიშვილი საქმეში ფიგურირებს მისი სახელი და გვარი არის თქვენ ხო გადადიხართ ისევე იმ კონკრეტიზაციაზე ვერ გამორიცხავთ ბატონო რა შუაშია გამორიცხავთ სახელი და გვარი იყო საქმეში მე მოდი ამაზე განმარტებას არ ვიძლევი რა ანუ არ გამორიცხავთ ესე უნდა ჩავხო განმარტებას არ ვიძლევი თქვენ მოусმინათ გრიგოლ ლილიაშვილის ადვოკატს 16 თებერვალს ჩაინიშნა სწორედ გრიგოლ ლილიაშვილის სასამართლო პროცესი რაუდო მიმცემებთან დაკავშირებით გაიცით აი იმ ბიზნესმენებთან დაკავშირებით რომლებმაც პროკურატურის ვერსიით გრიგოლ ლილიაშვილს მისცეს რასაც საქმეშია ჯერჯერობით მხოლოდ